ორი ადამიანი ერთად ცეკვავს. ეს არის ჰარმონიული კავშირი, ძალიან მარტივი აღსაქმელია, ძალიან ძლიერი ემოცია, საკმაოდ ძლიერი ემოცია. ბედნიერი სიყვარულის გამომხატველი. ხელები ნახეთ როგორ აქვთ ერთმანეთზე ჩაკიდული, ეს არის ნდობა და ეს არის ხელშეკრულება. ხელის კბილები აი ეს ერთმანეთზე ჩაკიდული, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს არის კარმული წყვილი და მათ დაბადებამდე დადებული აქვთ კონტრაქტი, სულიერი კონტრაქტი, რომ ამ ცხოვრებაში ერთმანეთს შეხვედრილიყვნენ. მეორე ხელი მაღლა აწეული, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერების ემოცია. ვისთან იყავით ეს? ვისთან იყავით ესეთი ბედნიერი, ესეთი სავსე, ესეთი სრულყოფილი. ქვევით წერია ციფრები 3, 5, 7, 357. შეიძლება ესე გავშიფროთ 3 დრო 5 კვირა 7 რიცხვი ან როგორც 3 არჩევანი ღვთიურისკენ ცვლილება და სულიერი შედეგი 7-იანი. და იმის გამო რომ ამ წვილის ქვეშ არის, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ურთიერთობა, რომელმაც მოგიტანათ, ან მოგიტანთ, ან მოაქვს, ხო? ესაჯაროდ დავლიეს ჭიქა, რაღაცა დიდი ღვთიური ცვლილება, რაც მოგიტანთ სულიერ შედეგს. ქვევით ისევ ნახეთ ადამიანი რამხელა ნაბიჯებით გარბის. ხათაშორის ჩქარობს რაღაცის დაწევა და ასევე მომავლისკენ გარბის, წარსულიდან მომავლისკენ და ქვევით ნახეთ რამხელა რვიანი აწერია. რაღაცა კარმული სიძნელისგან, რომლიდანაც გარბის, მაღლა. აი ზევით ესე ნახე გულსაკიდი და ჯვარი, თეთრი ლამაზი ჯვარი ალბათ ხედავთ. ჭერჭიქას რა დაინახოთ. დაცვა, უმაღლესი ძალის ჩარევა და კარმული ტვირთის მოხსნა. ეხლა მინდა რომ გავშიფრო ეს ცოტა მეტად. თქვენ იმდენად სწორად გადიხართ, იმდენად სწორია თქვენი ფიქრი, ნაბიჯები, მიზნები, თქვენი თავის კონცენტრაცია, რომ ძალიან დიდი დაცვა გაქვთ უმაღლესი ძალებისგან, უფლისგან, ანგელოზისგან, თქვენი მაღალი მესგან. გასაღებებია, მაგრამ ეხლა კიდე შევამჩნიე, რომ ასოები წერია ა, დ, ა, ν, ა. დ და ν ასოები. ა, დ, ა, ν, ა. დანა. ძალიან ბასრი და ძლიერი ემოცია მამაკაცთან ან ამ ქალთან გააჩნია, რომელიც სქესის წარმომადგენელი უყურებს. მაგრამ რაღაც ტკივილი იყო, რამხელა რვიანია და გასვლა აქედან გაქცევა რაღაც სიმძიმისგან და არა ამ სიყვარულისგან. გასაღებები არაჩვეულებრივი ნიშანია, საიდუმლოს გახსნა, კარის გახსნა, რომელსაც ელოდებოდი, რაღაცა ჩაკეტილი სიტუაციის გახსნა, ქვევით თვითმფრინავს ხედავთ ალბათ, სწრაფი ცვლილება, ასევე შეიძლება იყოს შორი გზა, რეალური მოგზაურობაც იყოს, ან რაღაცას თქვენს ცხოვრებაში ძალიან სწრაფი ცვლილება. მოდი აქეთ ვნახოთ. აი აქ თუ ხედავთ ხელს გამოწდოს და მასზე კაცის სილუეტს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ბედი თქვენს ხელშია.
შეიძლება ეს ადამიანი ზუსტად ეს კაცი იყოს, რომელიც ტკივილიდან გამორბის და მისი ბედი თქვენს ხელშია. დაუკვირდით, ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რომლის ბედი იქნება თქვენს ხელში. შემოვა ესეთი ადამიანი, თქვენ გადაუწყვიტავთ მას ბედს. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, რაც ამ ბოლო დროს როცა ვსვავ საჯაროდ ყავას, სულ ამოდის და მიხარია, იმიტომ რომ ეს ჩემი მაყურებლის ამბავი არის. აი ამ ფიგურებს მინდა დააკვირდეთ, ეს ძალიან ხშირად ამოდის. მთაზე მიმავალი ადამიანები, მაგრამ რომ დააკვირდე, ყველა ადამიანი არის ერთი და იგივე და თითქოს ცხოვრების სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა წერტილზე არიან ესენი, ხო, მთის სხვადასხვა წერტილზე, ანუ სხვადასხვა დონეზე. ერთი და იგივე კაცის ცხოვრება, ქვედა დონეები, მერე შუა დონეზე, მერე ზევითაც არის უკვე მწვერვალზე ასული და გილოცავთ, ვისაც ახლა შეგხვდათ ეს ვიდეო, ეს არის შენი სულიერი ცვლილება, სულიერი ზრდა და კი ბატონო გვიდასტურებს ყავის ჭიქა, აი 7-იანი, აი საიდან დაიწყეთ, ნახეთ, სადაც დგას ფიგურა ფსკერიდან და როგორ ხართ მაღლა სულიერი დონით ასული და განვითარებული. ლუასო ჩანს კიდე აქ. ეხლა მეორე საოცრება მინდა გაჩვენოთ. რატომ იმაქ ჭიქა აქეთ გავიდა კამერიდან. ჭიქას ვუყურებ, კამერას აღარ ვაკონტროლებ და გადის. აი ეს ფიგურა მინდა ნახოთ. აი ეს. აი ეს. თითქოს მხატვარმა დახატაო და არაყავის ჭიქაო დააკვირდით, როგორი არის იდაყვიდან ზევით ესე ზევით აწეული ხელი, აი ცერათითი თითევი. სამაჯურიც კი ეტყობა, ტანსაცმლის მაქმანებიც კი ეტყობა. ეს არის ზედაძალის ხელი. შეათვალეთ, რომ თქვენ ძალიან დიდი კავშირი გაქვთ თქვენს მაღალმესთან, თქვენს მფარველ ანგელოზთან და შეიძლება ვიღაცებს უფალთანაც უძლიერესი ნიშანია და თქვენ იგრძნობთ, დაელოდეთ, თქვენ იგრძნობთ ძლიერ ხელს, ღმერთის უფლის დაცულობას და თქვენ ცხოვრებაში საოცრებები შემოდის. აი კიდევ ხელი და გრაგნილი, დააკვირდით ღვთისნიშნებს, მოვა თქვენ ცხოვრებაში ღვთისნიშნები, საოცარი ღვთისნიშნები და გაყევით მას, საოცრებას გიბზადებთ უფალი, ხუთიანი, წინსვლა. ქვევით არის ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ეს არის მოტივაცია. მოდი ესე ვიტყვი, თუ ქალები ხართ, ის იქნება ბევრი შანსი, დიდი შანსი რაღაცა წარმატების თქვენს ცხოვრებაში, ხოლო თუ კაცი ხართ, ქალის ხელშია თქვენი ბედი და გაუფრთხილდით ამ ქალს. ძალიან გაუფრთხილდით ამ ქალს. მსკერზე დიდი ხუთიანი წერია, რაც ნიშნავს ძალიან დიდ პროგრესულ ცვლილებას. მე შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი. ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი და მადლიერების ნიშნით დაალაიქეთ, ხოლო ვისაც სურს ჩემთან დაკავშირება. ჩემი ნომერია 591233507. უნდა მომწეროთ ვიბერზე ან WhatsApp-ზე, ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. გეშտობებით მომავალ ვიდეომდე და ცოტა გაოგნებული ვარ აი ესეთი სიმბოლის აღმოჩენის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გილოცავთ, ვისაც შეგხვდათ ეს ვიდეო, რა დროსაც არ უნდა შეგხვდეთ. საოცარ ნათელ გზაზე ხართ. ესე გააგრძელეთ ცხოვრება სამართლიანად, კარმულად, სწორად, მართებულად და თქვენ ნახავთ სასწაულებს, თქვენს ცხოვრებაში, კეთილ სასწაულებს.